ყოველთვის მაინტერესებდა რა ერქვა იმ შიშს, როცა წყალში ჩაძირულ დიდ ობიექტებს უყურებ. მგონი მაინც ყველაზე საშიშია ღვრიელ წყალში ჩაძირული დიდი საგნები. ზუსტად ეს არის სუბმექანოფობია. ანუ როცა გაშინებს ადამიანის მიერ დამზადებული საგნების, ჩაძირული ტრანსპორტის, გემების, თვითმფრინავების და ასე შემდეგ ღვრიელ წყალში დანახვა. საკმაოდ შემოწმუნებელია ჩაძირული ქანდაკებებიც, მაგალითად ეს დრაკონი, რომელიც დეონელმა გადაიღო და მდებარეობს კანადაში, ოკანაგანის ტბის სიღრმეში. როგორც ჩანს, წყალში მარტო საგნები კი არ იძირებიან, შეიძლება ცხოველიც კი იყოს შიგ გაყინული, მაგალითად ეს ფორმალდეჰიდში მოთავსებული ზვიგენი, რომელიც რაღაც გამოფენისთვის ზოოპარკისთვის ჩამოიყვანეს და შემდეგ ეს სივრცე მიატოვეს. ასეთი ფენომენიც არსებობს, როცა შენი შიშები გიყვარს, მაგალითად წყლის შიში, თალასოფობია ან სუბმექანოფობია. ძალიან საზარელიც არის ამ ყველაფრის ყურება და თან ძალიან საინტერესოც. მთავარია რომ წყალში არ ჩავარდე და ამ საგნებთან ერთად არ აღმოჩნდე, იმიტომ რომ ოპტიკური ილუზიის გამო წყალში ეს საგნები კიდევ უფრო დიდი ჩანს, რაც კიდევ უფრო საზარელს ხდის ამ ყველაფერს. სუბმექანოფობიის მოყვარულებს ყველაზე მეტად რაც უყვართ, ეს არის წყალში ჩაძირული კარუსელებიც ან ატრაქციონები. მაგალითად ავსტრალიაში ეს მითოლოგიური არსება ბანიაპი, რომელიც 1970 წელს შექმნეს. ატრაქციონის გარშემო შიშიც ბევრია და სიყვარულიც ყოველთვის პოპულარული იყო, დღემდე ასე გრძელდება. თუმცა წლების განმავლობაში წყალში ძალიან დაზიანდა და თანაც ჰქონდა ძალიან დიდი ხმა, რომელიც 1 კილომეტრზე ისმოდა. ამასთან ერთად ერთაუშში მოხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი. რადგან ხალხის აზრით ატრაქციონის ეს ვერსია ზედმეტად საშიში იყო და თან თინეიჯერებმაც ბევრჯერ ვანდალურად დააზიანეს, 2000-იან წლებში განაახლეს ვითომ ბავშვებისთვის მეგობრული ვიზუალით, მაგრამ ეს მეგობრულია, სანამ ძალიან ახლოდან შეხედავ, როგორ გამოიყურება. წყლის გარეშეც დაგზაფრავს და ჩემი აზრით ერთი მეორეზე საშიში არ არის, ორივე თავისებურად დამთვრქუნველია. კიდევ უამრავი წყალში ჩაძირული და ყოფილი ჩაძირული დაზიანებული ატრაქციონი არსებობს, რომლებზეც ლაპარაკიც ძალიან შორს წამიყვანს, ამიტომ ამ ფობიის ვიდეოებით სიამოვნებას გავაგრძელებ. ინტერესტია, ასეთი ფოტოებიც ისედაც გადავსებული მაქვს.